გამარჯობათ მეგობრებო. დადგა ეს მომენტი, რომ ჩვენ დაუბრუნდით დიდი ხნის შემდეგ. პირველ რიგში ბოდიშ გიხდით, რომ ამდენ ხანს ვიდეო ვერ დავდეთ, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები გქონდა. მაგრამ ახლა ჩვენ ისევ ჩვეულებრივ რიგში გავაგრძელებთ ჩვენი ვიდეოების გადაღებას, ამიტომაც ვთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არქი და დაალაიქოთ ეს ვიდეო, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი სიახლეები. წავედით. მეგობრებო, ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ ჩელენჯი. ამ ჩელენჯის წესები კი შემდეგშია. არ იყოთ სადაც ყია რამდენიმე დარტყმის სტილი. ავიღებ ერთ-ერთ ისე რომ არ ჩავხედავ. ხოდა მომივიდა ერთი შეხებით. მე მაქვს სამი შანსი რომ ეს გამოვიყენო. თუ ერთ-ერთი მაინც გამოვიყენე, გადასულიყო შემდეგ ტურში. ეს ჩელენჯი ჩატარდება მე და ლუკას შორის და გამარჯვებული გამოვლინდება აუცილებლად. ეხლა ლუკა ამოიღებს ფუძეზე დაარტყა თავის პირველ დარტყმას. მოჭრილი დარტყმა. პირველი დარტყმა. მეორე დარტყმა. ჩემი სამი დარტყმა. სამწუხაროდ მე ვერ გავიმეორე ჩემი დარტყმა და არ მემატება ქულა. მეგობრებო, ახლა მე ამოვიღებ კონტეინერიდან დარტყმას წისა ნახოთ რა მომხდარა. მე ამომივიდა თვალდახუჭული პენალტის დარტყმა. მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი დარტყმა. მეგობრებო, ახლა არის ჩემი მეორე დარტყმა. მეგობრებო, ახლა არის ჩემი ბოლო და მესამე დარტყმა. სამი დარტყმიდან არც ერთი გოლი არ გავიდა. ამიტომაც ახლა ისევ ლუკას ჯერია, ჩვენ შორის ჯერ ისევ 0-ია. ნახოთ აბა ლუკა რას ამოიჩევს. Power shot. Ისა ჩემი პირველი დარტყმა. მე შევასრულე ჩემი დარტყმა, ამიტომაც მე მეწერება ერთი ქულა. ახლა კი ქემი ამოირჩიეს თავის დარტყმის სტილს. მე სუსტი ფეხით უნდა დავარტყოს საპენალო ნიშნულიდან. ნახოთ რას ვიზამ. ეს არის ჩემი პირველი დარტყმა. როგორც დაინახეთ, პირველივე დარტყმით შევასრულე ჩემი ჩელენჯი და გათანაბრდა ანგარიში. ნახოთ ახლა ლუკა შეიძლება რას ამოიღებს. პენალტი. ეს არის ჩემი პირველი დარტყმა. მეგობრებო, მე პირველ ჯერზე გავიტანე ჩემის პენალტი, ამიტომაც მე დავწინაურდი და ახლა 2-1 ანგარიში. ხა კიდე ქემეია. თავით უნდა დავარტყა მე მეგობრებო. ეს არის ჩემი პირველი სამოგურებო. მეგობრებო, როგორც დაინახეთ, მე პირველი ვეცდიან გავიმეორე თავური დარტყმა და ანგარიში გავათანაბრე. ეხლა კი ვნახოთ ლუკას რომელი დარტყმის სტილი ამოუვა. კერდით მიღება და დარტყმა. მეგობრებო, მე პირველ ფაზზე გავიტანე ჩემი კერდით მიღება და დარტყმა, ამიტომაც მე ისე წინ გავედი და დავწინაურდი. ხა კი ქემე იღებს თავის. აქ დებულზე უნდა დავარტყა მეგობრებო. მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი ცდა. მეგობრებო, როგორც დაინახეთ, აქ დებული დარტყმა პირველივე ცდაზე გავიმეორე. ეხლა არის ბოლო წრე, ბოლო ორი დარტყმა დარჩა მე და ლუკას შორის და ნახოთ რას ვიზამ. ეხლა კი ლუკას ამორჩევის დრო. ჯარიმას ვორდი. ეს არის ჩემი პირველი დარტყმა. ეს არის ჩემი მეორე დარტყმა. მეგობრებო, მე დავწინაურდი ისევ და უკვე ანგარიში არის 3-2. ამიტომაც ქემეს დარჩა უკვე ბოლო შანსი იმისათვის, რომ გაათანაბროს ანგარიში. და მე შემხვდა ერთი შეხებით დარტყმა. მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი ცდა.
მეგობრებო, ეს არის ჩემი მეორე. მეგობრებო, ეს არის ჩემი ბოლო და მესამე სიტყვა. მეგობრებო, როგორც დაინახეთ, მე ჩემი მესამე სიტყვით გავიტანე გოლი და ფრედ დასრულდა მე და ლუკას შორის. ამ ვიდეოთი გემშვიდობებით. და დაელოდეთ შემდეგ ჩვენ ვიდეოს, რომელიც უკვე მომზადებული გვაქვს და დავიჯერეთ. ძალიან სახალისო ვიდეო იქნება.